ნიკა ჩამოდი ცეკვაზე გაგვიანდება. თეკლა დღესაც ჩვენ უნდა წამიყვანოთ ცეკვაზე? არა ნიკა დღეს ლაშა წაგიყვანს. მე გასაუბრებაზე მივდივარ, სამსახურს ვიწყებ. ჟაო, სამსახურს ვიწყებო? მომესმავითო? ნიკა აბაადი და თავიდან ჩამოდი და კითხე ისევ. მიდი ჩხარა. თეკლა, დღეს ისევ შენ უნდა წამიყვანო ცეკვაზე? ლაშა, მართლა გასაუბრებაზე მივდივარ. ხო და ისე ნიკა, მე თუ მუშაობას დავიწყებ, მერე სულ ლაშას მოუწევს წაგიყვანოს. მე ხო ბედი არა მაქვს, არა გიყვანე. მოიცადე ნიკა. ადამიანის ცხოვრებაში რაღაცა მნიშვნელოვანი ეტაპი დადგა. თეკლა, მომიწევი აბა ერთი როგორ, რანაირად, სად ეს სამსახურის ამბავი და კარგი ნიკა, კარგი. ხო, როგორ, რანაირად, სად? როგორ და მოკლედ, გუშინ სახლში რომ მოვდიოდი, ერთმა ხანში შესულმა სიმპათიურმა კაცმა გამაჩერა. ხო და მკითხა. ხანში იყო შესული? ხო, კარგი, ლაშა, მაცადე. მაინტერესა უბრალოდ დამაინტერესა თორე ისე რა? ხო. ხო და მკითხა, მუშაობის დაწყება თუ გინდაო, მე ვუთხარი რატომაც არა მეთქი. ახლა? ხო და ზუსტად შენაირი თანამშრომელი გვინდაო, ყველანაირ კრიტერიუმს აკმაყოფილებ, ხვალ ოფისში მოგბრძანდით და დეტალებზე მერე ვისაუბროთ, ნიკა გაჩერდი. კარგი, შენ კიდე, კარგი. ხო. კარგი. ანუ ესე იგი კრიტერიუმსაც აკმაყოფილებ. ხო. ყველანაირსო თან. ხო. გადასწარე, აი, ხედავ ნიკა, ხედავ, ნიჭი არ იკარგება, ხო? აი, შენც უნდა კარგად ისწავლო, მერე უნივერსიტეტი დაამთავრო, მერე მაგისტრატურა, ხო და მე ქუჩაში რო გაივლი, ესე კაცი გაგაჩერებს, სად იყო შესული? ლაშა. ხანში, ხო, ხანში შესული კაცი გაგაჩერებს და გეტყვის ჩვენთან სამსახურის დაწყება ხო არ გინდაო, ხო? აბა, ესე, აი, ხედავ, აბა თეკლასავე თუ არ იწვალე და თუ ეს არ აკმაყოფილე კრიტერიუმები, ეგრე არ გამოვა. კარგი ლაშა, შენ ხუმრობ და მე რომ წარმოვიდგინე სამსახურს ვიწყებ მეთქი, ისე გამიხარდა რომ რა ვიცი, აი, თმები ყალყზე დამიდგა. ბიძია, ნახე, კიდევ ეთყობა ყალყი. აი, მე თუ ძალიან სერიოზულ კარიერას არ ავიწყობ, მაგასაც ნახავთ. აი, სად არის ახლა ის გოგო, სად არის? აი, ახლა უნდა სიცილი, აი, ახლა ულს რო გიხედავს ხო? აი, ახლა უნდა გაიცი. მე მგონი ეს გოგო გრძნეულია. ბიძია, გრძნეული რა არის? ნუ, ახლა გრძნეული არის, რომ აი, რომ ხმამაღლა რო იცინის რა. აუφ! კარგი რა მითხარი რა არის? მართლა გეუბნები რა არ გჯერა? გრძნეული, აი, ხმამაღლა რო მოიცა, შენ კლასში არ გეუბნება ხოლმე მასწავლებელი. ბავშვებო, ნუ გრძნეულობთ ახლა აქ თქო თქვენო? არ ამბობს ეგრე? ო, რავი, ძალიან ცუდი თუ არ ამბობს. მე. გამარჯობა. აბაზანის საშხაპი იყო გაფუჭებული და შევაკეთეთ. თუ წინამდეგი არა ხართ, გავაცილებ ხელოსნოს. აი ეს ჩამოკაჩეთ და თქვენსკენ მოზიდებთ. აი. შეგიძლიათ ისარგებლოთ. დიახ, ვისარგებლეთ. მადლობა. მე ერთი სული მაქვს როდის ვეტყვიან ქალბატონო თეკლა, გილოცავთ თქვენ ჩვენი თანამშრომელი ხართ. ეგრევე მამა ჩემს დავურეკავ. ხო მეუბნებოდა შენით ვერაფერს იზამობ, აი? ხო, აბა, ეგრე, ხო, ნიკა. შენი ხო წყნარად იყავი, მე თეკლას მამას უნდა დაურეკო.
გამარჯობა. მადლობთ, კარგად, რა ვიცი, დიახ. ოჯახშიც არ აგვიშავს. ლაშა ვარ, კი. ხო, ლაშა ვარ. მიდის. დიახ, მიდის და ვერაფერს ვერ ხვდება. დამაწადე. არა, თქვენ არა. ხო, ვერაფერს ვერ ხვდება, რომ თქვენ მოაწყეთ ეს ყველაფერი. კი. არა, რა თქმა უნდა, რო გაიგოს გაგიჟდება ნამდვილად. არა, ეხლა რომ მიხვდეს ერთი წამით მაინც რომ დაუშვას, რომ თქვენ ხართ ჩარეული ამ საქმეში, გადაირება. კი ბატონო, კარგი. თეკლას მამამისი აწევინებს სამსახურს? ხო, აბა. მაგას კიდე გონია, რომ საწყალი თეკლი. ლაშა, შენ გონია მე ვერ ხვდები, რომ მამაჩემის დამსახურება იქნება სამსახურს თუ დავიწყებ? როგორ? რა, ლაშა, მამაჩემს რომ არ დაიწყო თავად ერისთავებს, ეს არ გვეკადრება, არც ვიჩხუბებდით, არც წამოვიდოდი სახლიდან, არც იმ ქუჩაზე გავივლიდი იმ დროს, არც ის კაცი შემხვდებოდა. ხაში შესული. ხო, ხაში შესული და არც ერთ სამსახურს ვერ ვიშოვიდი. ნამდვილად, ხო, კიდევ კარგი რომ გეჩხუბა, მამაშენი კიდევ კარგი რომ წამოხვედი სამსახურიდან მეკიდა სახლიდან და კიდევ კარგი იმ ქუჩაზე რომ გაიარე და კიდევ კარგი რომ ეს კაცი შეხვდა მართლა. აბა, რო არ დაეწყო მამაშენს რომ ეს არაო, ის არ გვეკადრებაო თავადებსო, ის არ გვეკადრებაო, კიდევ კარგი. ნიკა, სანამ წავალ ჩვენ ახლა ცეკვაზე, მიდი ერთი რეპეტიცია გავიაროთ. გაიგე? აბა, მიდი. 1 2 3 4 5 6 7 8 კარგი. ჩემს გვარახჭინა მაცადე უცა უშაო რა. ბატონო ზაურ. გამარჯობა, როგორ ახალ? კარგად შემოგზავნე. არა, იყოს, მეჩქარება. ერთი ეს მითხარი. როგორ მიდის დიდუბელი სოსოს ამბავი? კარგად. ახალი პერსონაჟები მიაკვნა. არა. ისე მე წავიკითხე და ძალიან მომეწონა. კარგით რა ბატონო ზაურ. რა საჭიროა ეს წავიკითხე, ძალიან მომეწონა. კარგად ვიცი რომ ბინის ქირაზე ხართ მოსული. ზინაგით რა მოგაშულა. არ მინდა და შემეწუხებინე, მაგრამ რა ვქნა, 5 თვე გავიდა უკვე და რას ამბობთ ბატონო ზაურ, როგორ გეკადრება ახლა? როგორ გეკადრებოთ? 5 კი არა, 6 თვეა. 6. დედას გიფიცებით დღეს საღამოს აუცილებლად მექნება ფული რა. დღეს საღამოს ძალიან კარგი, მაგას რაჯობია. მაშინ საღამოს შემოგივლი. კარგით. ისე მახასის და სოსოს ჩხუბი ძალიან მომეწონა. დიდი მადლობა. აბა, საღამომდე. კარგად იყო. საღამომდე ნახვამდის. მივართვათ პაატა საუზმე, ბაბუას გავს ყველაფერში და მოეწონება. რა ხდება? რა არის ბაბუ ეს, საუზმე მოგართვი, ბაბუ, რას გევხარ? რას გავარ ბაბუ, რა საუზმე, ვაიმე, კარგი რა ბაბუ, კარგი რა მოგივიდა რა. არაფერი მეძინა ბაბუ, წამოწექი მეძინა და აუ რა კარქსიზმარს ხედავდი და რა გამიკეთე ბაბუ. რა იყო ბაბუ, ვითომ მე და თეკლა მივდიოდი ზღვისპირას მივსეირნობდით. მივსეირნობდით ზღვისპირას და თეკლამ მითხრა რომ უცბად ეხლა მე შევა ზღვაშიო, მე უთხარი კარგი შედი მეთქი, შევიდა ზღვაში უცბად ტალღამ გადაუარა და ერთი ჩააყვინთინა. ჩააყვინთინა, მე რო ჩააყვინთინა მე უთხარი თეკლა ნუ გეშინია, მოვდივარ მეთქი ტანსაცმელი არც გავიხადე, გადავხდი, გადავეშვი ამ ზღვაში და აღმოჩნდი უცბად ცხელ ზღვაში.
ხელს ზღვაში მე უსპათ რა ქვია მედუზა ამეკრო სახეზე თუ რაღაცა რა ვიცი ეგრე მეგონა თავიდან რო გავიგუზე კარაქერი პური ყოფილა მე კარაქერი პური კარგი რა ბაბუ კარგი რა მოგივიდა რა კარგი რა კარგი რა არა ცოლი უნდა მოიყვანო ცოლი დაიწყო ეხლა და რა შუაში ეხლა რა შუაში ცოლი მითხარ იმ შუაშია რომ ცოლი რო იქნება იქ მე მომეხათრება და ვერ შემოვა ასია კოტე ბაბუ შენი დახმარება მჭირდება ძალიან საუბარ თუ გინდა მოგართმევს ლოგინში და საუბარ დაგეხმარება აი მე დამეხმარა შენ კლას მამასთან იყავი ბაბუ ამას შენთან აქვს საქმე კოტე ბაბუ ფული მჭირდება სასწრაფოდ და იქნება რა პრობლემაა გუგა მე რა პრობლემაა სატოში მოგასწრებს კარაქემპურთან ერთად მოგართმევს მე გუგა ეხლა შენ პირი დაიბანე მიდი შედი დავიბანე ბაბუ ჩაით დავიბანე მე რა გავქნა ვერ გავიგე ახე რა ვსკავ შეხედე რა ხდება რა ფულიო რა ფული გჭირდება აბა 6 თვე არის ბინისკირას ვერ ვიხდი და ფულია აი რას ლაპარაკობ მე მიდი იმასთან რა ქვია იმ კაცთან ვისიქირაც გაქვს მისაცემია თუ ნამუსი აქვს ააკითხე ის დიდობელი სოსო შეეცხება შეეცოდები და ერთ ორ თვეს დაგიკლებს ალბათ ერთ თვეს ყოველ შემთხვევაში დიდობელი სოსოს ხათრი დაგიკლებს და მეორე თვეს მალხაზის ხათრი დაგიკლებს ალბათ ბაბა 37 ლარია ბაბა აუ კოტე ბაბუ რა 37 ლარი 1000 ლარი მაქვს მოიცა მე ერთი მეგობარი მაქვს რომელსაც ჩემი ვალი აქვს და მითხრა როცა დაგჭირდეს დამირეკეო რა შეგჭირდება ეხლა მე მჯერა არ დავერეკავდი მაგრამ მეთქი ახლა პატას ცოლს რომ მოიყვანს მე არ გვინდა ცოლი არ მინდა ბაბუცო არ მინდა ცოლი რა მოდი ეხლა გუგას დავეხმაროთ ამ ეტაპზე ეგრე ჯობია კი ბატონო დავრეკავ მიდი დარეკე ხო მადლობთ პატარა მადლობთ არ გიჩვენ მაინც რა ვიცი რა მადლობა გუგა პირიქით შენ მადლობა თორე ამას რა გააჩერებდი ხა ცოლი რა შემიძლია უკაცრავად ცოტა დამაგვიანდა, მაგრამ შეიძლება? კი. ქალაქში ისეთი საცობებია. ის ადგილი ხო იცით ის ძეგლი როა, ის ვეფხი და მეორე. არა უშავს. მომძალეთ, კი. დიახ. მე თეკლა მქვია. მე ბესო. დაბრძანდით? არა. აი აქ დაბრძანდით. აქ? დიახ, ეს თქვენი კაბინეტი იქნება. ჩემი კაბინეტი და ის კარებზე წარწერა დირექტორის მოადგილე კარები შეცდომა? არ არის შეცდომა, დაბრძანდით. არა? დიახ. და რა უნდა გავაკეთო? არაფერი ისეთი. ფილმებს უყურეთ, სურათები დაათვალიერეთ, მეგობრებს ესაუბრეთ და მუსიკას მოусმინეთ. ხო? დიახ. და რომელ საათამდე უნდა ვიმუშაო? თქვენი მუშაობის გრაფიკი არ არის შედგენილი. როცა გნებავთ მოგბრძანდით და როცა გნებავთ წაბრძანდით. ჩვენი ძღოლი მოგემსახურებათ. სხვა რამე თუ გაინტერესებთ, გკითხეთ. რა ვიცი, იცით, ისეთი პირობები არც ვიცი რა გკითხოთ. მაშინ მე რომ გკითხოთ თუ შეიძლება. დიახ. ხელფასი რამდენი გნებავთ? ხელფასი? რა ვიცი, იყოს 500 ლარი. 500. კარგი, თუ ეგრეა, მაშინ 400 ლარი იყოს. არა, მე 50 ლარზეც თანახმავარ საწყისი ეტაპისთვის. საწყისი ეტაპისთვის. 2000 ლარი გექნებათ. რა? თუ თქვენ წინააღმდეგი არ ახართ. მე ხუმრებით ალბათ, არა? არა, რა დროს ხუმრობა. ესე იგი შევსაბჭით. 2000 ლარი. აი აქ მომიწერეთ ხელი. აი აქ. ხო. თუ ერისთავი, მადლობა. ესე იგი ამ საბუთს დირექტორი მოაწერს ხელს ბატონი აბაშიძე. მერე კადრების განყოფილების უფროსი ამილახვარი დაადებს რეზოლუციას. მერე ბუღალტერს გადაცემენ ხელფასის ცნობაზე ხელს მოაწერს. კარგი ქალია, ეთერი გელოვანი. და შემდეგ ოფიციალურად ჩვენი თანამშრომელი იქნებით. დიახ, და ახლა რა უნდა გავაკეთო? მე რა უნდა გავაკეთო?
თქვენც ახალი ხართ ჩემსავით, არა? არა, თქვენ ხომ ჩემი უფროსი ხართ და ამიტომ მე უფროსი? აჰა. მაშინ ეს საბუთები წაიღეთ. აჰა, დიახ. და სად? იცით რა, ჯერ წაიღეთ. მე თქვენ თვითონ მოიფიქრეთ, სად უნდა წაიღოთ, ცოტა ინიციატივა გამოიჩინეთ რაღაცა თქვენითაც. ხო, დიახ. გამახსენდა. ეხლა თქვენ თვითონ გამახსენდით და ძალიან კარგი. აი, აქაც უნდა მომიწეროთ ზუსტად ხელი. ეს რა არის? ეს ერთი თანამშრომელი უნდა გავუშვათ ჩვენი და ჭედლიძე. კარგი. ხელი უნდა მომიწეროთ. კარგი. აი, დიდი მადლობა. კარგით. კარგით. Ramagaria. Vaime. Ramagaria. ეს რა არის? მობრძანდით, დაბრძანდით. არა, ასე არ ვარგა. მობრძანდით, დაბრძანდით. რამეს ხომ არ ინებებთ? ინებებთ? კი ბატონო, ახლავე. უკაცრავად შემთხვევით დამეჭირა. ყავა მომიტანეთ 1. გაგიჟდება ლაშა რომ გაიგებს ამას. გაბატონო თეკლა, უკაცრავად ძლივს გავაჩერეთ. ეს ის ქალი რომ უნდა გავუშვათ ჭედლიძე. დიახ, მობრძანდით, დაბრძანდით გისმენთ. გამარჯობა. დიახ, გამარჯობა. მე ვითხოვა ამიხსნათ, რატომ გამათავისუფლეთ სამსახურიდან. რადგან თავადის გვარის არა ვარ, ამიტომ უნდა გამიშვათ? არა, თავადის გვარი რა შუშია ქალბატონო ჭედლიძე. თქვენ რა გენაღლებათ, მამა თქვენმა გიშევათ სამსახური. დირექტორის მოადგილეთაც დაგნიშნეთ. მე რა უნდა ვქნა უსამსახურო დრო დავრჩი. არა, ქალბატონო, თქვენ რაღაც გეშლებათ. რა მამა ჩემმა მიშოვა სამსახური. არა, მე მივდიოდი ქუჩაში, შემხვდა ერთი კაცი, ხანში შესული, მკითხა სამსახური ხომ არ გინდაო? ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებო. რა? არასდროს არ ვაპატიებ მამა ჩემს ამას. ბატონო ბესო, აი ამ ადამიანს 5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმეთ და არავინ არ შეეხოს, თორე ჩემთან ექნება საქმე. ნუ ჩემთან რა პრინციპში მე მივდივარ სამსახურიდან. გამატარეთ? არა, გამატარეთ. მადლობ, ძალიან დიდი მადლობა. არაფრის წარმატებები ქალბატონო ჭედლიძე. მადლობ. იქნებ ხელფასი მაინც აგიღოთ სანამ წაფიდობ. არაფერი არ უნდა თქვენი გამატარეთ და მამა ჩემს გადაეცით, უბრალოდ მე თვითონ გადავცემ. კარგად ბრძანდებოდეთ. და ქალბატონო თეკლა, ავანსი მაინც. მოიფიქრეთ, მიირთმევთ რამეს. ესიანუც, ზიო ვართ ახლა ორივე ესეც სამხრივად შეყვარებული. ხო. და ველოდებით საპასუხო გრძნობას. ხო. ხო. ვა. ლა 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 ლა. არაფერი ხო. რა არის თუმცა დილიდან ვფიქრობ და ბატა, მე კიდე სულ ვფიქრობ. მოიცადე ერთი წუთი მოიცადე რა. მოიცადე გეკითხები ხა. მინდა რომ თეკლას რამე საჩუქარი უყიდო. ხო და იქნება მირჩიო შენ რა უყიდო. აბა. აუ, ციგნი რო აჩუქო. რა ციგნი? რატო? აი, დაეხმარე გუგას დიდუბელისასა რა დაუბეჭდა. და მე აჩუქე თეკლას. არა, ნუცა რა არის მადლობა, მაგრამ ციგნი ვაჩუქე ერთხელ უკვე და კულინარიული ციგნი ვაჩუქე და ეხლა რა ვიცი, კიდე ციგნი რო ვაჩუქო, ცოტა ის ხო არ გამოდის, რა ქვია იმას, ტავტოლოგია გამოდის, ხო. და რა ვიცი, მე მგონი არ ხის. ეჭუბებოდა ნიკა ცეკვის მასწავლებელი, აბა რა იქნებოდა? ცალხალში ქარი გეჭირა და მეორე ხელით მობილურზე თამაშობ. ფათაშორის რეკორდი მოხსენია. გამარჯობა პაატა. როცა გამარჯობა. გამარჯობა ლაშა. გუგა. გუგა არ არის აქ? არც თეკლა არ არის. ესე იგი ორი უიმედოდ შეყვარებული ადამიანის ხედხარ და საუბრობ, ხო? კარგი ლაშა ეხლა, შენი დაცინოღა გვაკლია, კარგი რა. კარგი რა. კარგი. მართალია, აბა რა არის? ნახებიძე როგორ ხდებიან ერთმანეთს? გრიტები ვითარიან.
რა დღეში ხარ ბავშვი შენ მანდ? შენ გიჩვენე მაგ შენ დრაკონებს მიხედეთ უკარგია. უყურე ამას. წავა მე გუგას დაველაპარაკებ. კარგი. მიდი. კარგი, არ ენერგი. გუგას დაელაპარაკები თუ გუგას კარებს დაელაპარაკები? ნერვიულობს რაღაცას, ბარემ ის გეთქვა რა ქვია, გუგას კარებს დაელაპარაკე და ბარემ გეთქვა რომ ლიფტი მომიკითხეო კიდე, ლიფტი მომიკითხეო. აი კიდე გემატება. კარგი აზრი, მაგრამ წავიდა ეხლა. კარგი. გიქნობს რაღაცას ნერვიულობს. ნიკა, შენ ხო იცი ნამცხვარი უნდა ჭამო? ხო, ვიცი. ხო, რო იცი მე ადექ წადი და ხელები დაიბანე. ხელები სუფთა მაქვს. ნახე რა, ნახე. ნაყენიც თუ გინდა რომ ჭამო, მაშინ წადი ხელები დაიბანე. ნაყენი არ მინდა. ხელებს არ დავიბან და ნამცხვარი შენ მაჭამე. მომიგო, ხო? თითქმის. თითქმის მოგიგო. ერთი ნამცხვარი თუ შეიძლება. ახლა მომისმინე ლაშა ეხლა. თეკლასთვის მინდა რამე კარგი საჩუქრის ყივა, რაღაც მომზადება და მისჩიე რამე აბა. კარადა არ უნდა. კარადა. დავივიწყოთ კარადა ხო შეიძლება არა? დავივიწყოთ და სერიოზულად გეუბნები, გეკითხები, მისჩიე რამე აბა რა მისჩიე. სკამი? მაგიდა? რა სკამი, რა მაგიდა, რატო დამსინი, რა გინდა, ჰა? ეს ისე ლექსი ექსპრონტად რა. ხო თხზავ ხოლმე მე ლექსებს საერთოდ. თხზავ? თხზავ, კი. ხო რა ვიცი, რა გითხრა, მე ცოტა არეული ვარ, პატ, არეული ვარ. ახალ სამსახურს ვიწყები, გადავდივარ და ხო იცი, ცოტა ეს არის ეს. მე რა ხდება რა, მოგწონს კარგია? ნავი ახლა მომწონს როგორ გითხრა ახლა? ნუ არის ახლა იმ სამსახურში ისეთი რაღაც, რაც მომწონს, არის რაც არ მომწონს, ნაკლებად მომწონს, რა ვიცი, აბა. იდეა, სამსახური მოგწონს თუ ის ქალბატონი, რა ქვია? ანა ხო ანა. ირმა. აი ნამცხვარი. წაიღე უკან ნამცხვარი, მადლობა დიდი. წაიღე. აი დარჩი ნამცხვრის გარეშე. ხო. დარჩი ნამცხვრის გარეშე. მომისმინე რა ხდება? დავიწყოთ ერთად საჩუქრების ძებნა, აჰა, მე და შენ ვინ არიან? ვინ არიან? ვინ არიან? Beyonce, რა გოგოა? ეხ Jay-Z. რა დროს სარავარ ახალგაზრდა? ეს ახლა ვარ მოდი დაჯექი მოდი ჰა როგორ ხარ ჩემო აი შემა როგორ ვარ როგორ ხარ სახში ელანა სხვა როგორ ხარ გოთე რა ვიცი ახლა ისე მერიდებოდა ახლა რო დაგირეკე იმ ფურცებას აი პირდაპირ არ ვიცი რა არა სხვანი აგოდე მე ისედაც ვაპირებდი მაგის ო ვიცი რო აპირებდი ახლა საბჭი როგორ ხარ თამაზი როგორ არის თამაზი კარგი ახლა მაგის ამბავი შენ არ იცი ჰა გაკოტრდე ეს როგორ რა და ქათმის ბარგლები შემოქონდა და გემი ჩაძირულა ზღვაში თურმე თავის ბარგლებიანად აი ახლა თევზი უნდა რომ შემოიტანოს ხედავ ისე ეთერი როგორ არის არ ხვდები ეთერი კი ამასენად შეხვდა საბერძნეთში იყო 2 წელი ასა მოხუცული და კი რამდენი წლის იყო ის მოხუცი ეს როული და ეს თვითონ 70 წლისაა და რა ვიცი ასე მითხრა დებორტით გამომიშეს ო კიდე ვიკითხავდი ვინმეს მაგრამ მეშილი არ მინდა კოდე ხო საღამოს მექნება ფული და დღესვე მოგიტან აუცილებლად რასა აი ის მირეკავს ვისთვისაც მინდა ეს ფული ხო ალო ხო შვილო ხო არი ნერვიულო საღამოს ფული გექნება რომელ საათზე არა საათი არის ვიკითხავ და დამირეკე მე ხო საური ახლა ძალიან გთხოვა შენ ზუსტად მითხარი რომელ საათზე გექნება ეს ფული
დაურეკავ და ვეთქვი გას. ერთი წუთი. აჰა. ალო. ხო, შვილო, მე ვარ. იცი რა მაინტერესებს? ხომ არ ვეთქვი ზუსტად რომელ საათზე მექნება? დამერეკავ და მეტყვი? კარგი. აი დამერეკავს და მეტყვის. რა შეამართვა? ალო, ხო. კარგი, ნუ ნერვიულობ. გეტყვი, რომ იქნებ 6-ისთვის მოახერხოს. ხო. ზაური. ახლა კი შეგაწუხე, მაგრამ ახლა იქნებ კითხვა ახლა 6 საათისთვის თუ მოახერხებს. რა ვიცი? დარიკა. ალო, ისმე. კარგი, ძალიან კარგი. მეც 6-ისთვის მჭირდებოდა ზუსტად. კარგი ბიჭი ხარ. ხოდე, წავედი ახლა მე. და 6-თვის მოიცა ვილაპარაკოთ, ჭადრაკი ვითამაშოთ, კაცო. არა, მეჩქარება საქმეები მაქვს. მაგის საღამოსთვის გადავდოს და მე ჩვენერად კი, შემოსავური კი. აბა წავედი გენს. მოგენაცვალე. მოიცა. აი ეს გოგო ვინ არის? აი ეს ბიონსე, ბიჭო, ბიონსე. ბიონსე? ხო. აი გოგო არაფერად, აი კერა დასარე. აბა კარგად იყავი, წავედი აბა. ძალიან. მას ლაპარაკობთ. ესე იგი მიხვდა. მიხვდა და სამსახურიდან წამოვიდა? მე არ მეგონა თუ ასეთი ჭკვიანი იყო. უკაცრავად. კი, ხო, რას ვიზამთ ახლა, რაღაცას მე მოიფიქრებთ ალბათ კიდე, ხო? კარგით, მაშინ ახლა მივცემ იმპულს იმ 1000 ლარს, რომელიც თქვენ მომეცით თეკლასთვის რომ იმეცა. კი. არა, რა თქმა უნდა, ისე მივცემ, რომ ვერ მიხვდეს თქვენი რომ მომეცით, რომ მისთვის მიმეცა. ხო, კი, კარგით. ხომ გითხარი მიხვდება მეთქი? კი, მითხარი. წააგე, მომეცი ახლა ტელეფონი. ნიკა რა, მომისმინე ახლა თეკლა რომ მოვა, ვერ უნდა მიხვდეს ჩვენ რო ვიცით, გაიგე? კარგი. ხო. ოღონდ თელ დღე მექნება. ტელეფონი. კარგი. უი, მოხვედი თეკლა. ხო, მოვედი და სამსახურიდანაც წამოვედი. რას ლაპარაკობ, რატომ და ვაშა, მე ხომ მეგონა რომ ჩემი თვიშოვე სამსახური. თურმე მამა ჩემს უთხოვია თავის მეგობრისთვის. არა, წარმოგიდგენია რა მითხრეს ლაშა. შენო არაფერი არ გააკეთო და 2000 ლარი გექნება ხელფასი. უნდა წამოსულიყავით ეხლა თორე, აბა ასეთ პირობებს როგორ გაუძლებთ? კარგი რა ლაშა, რა დროს ხუმრობა. ხო, რა ვიცი. ისა, თეკლა, მომისმინე ეხლა ეგადგილი გათავისუფლდა და არ აკავს ვინმე ნაცნობი რომ მე მიმიღოს? კარგი იყო, მომეწონა. შენც გეუბნები. აქ რა მინდოდა არ ვიცი, გამატარე. მართლა რა გინდოდა მაგრამ? ვაშა, არ ვიცი რა ვქნა, რას გადამეკიდა ეს მამა ჩემი. ჯერ ეს ახალი მანქანა მიყიდა, მე ეს სამსახური რა უნდა ჩემგან ვერ გავიგე. აბა, მამა რო ამას გაგიკეთებს, სხვა რას გაგიკეთებს კაცო. თეკლა, მამა შენი ტელეფონს არ გაჩუქებს? ნიკა რა. კარგი იყო, მე მომეწონა. ეს ტაქსი? რაღაც გამახსენდა. მოიცა, რაღაც გამახსენდა ტაქსიო. აბა, რა? იცი რა უცნაური ტაქსი შემხვდა ლაშა? აბა რა უცნაური? ისე იგი სახლში რომ მომიყვანა, ფულიც არ გამომართვა და თან თავზე ის ტაქსის ნიშანიც არ ქონდა მე მგონი. დედა, რა უცნაური ტაქსი იყო? აჰა, გასაგებია, ეგეც მამა ჩემის გამოგზავნილი იქნება. აი, ნახე რა, რას აკეთებს? ღირსი არ არის, საერთოდ არა იყო მაგისგან ფული და სხვას გამოართვა? ხო, მაგალითად მე. აჰა, შენ ფული. რა არის ვაშა ეს რა ფულია, რა ფულს მაძლევ? მარტო შენ კი არ გაძლევ. ხელფასია და ასე ნიკასაცვა, ნიკა გამომართვია, ეს შენ. არა, ლაშა, არ მინდა ძალიან დიდი მადლობა. კარგი ეხლა თეკლა რა თქვი? არ მინდა ლაშა, არ მინდა. არ მინდა ლაშა. მართლა? ხო.
არ მინდაო თეკლამ და მომეცი ახლა შენც. აჰა, დაიწყო ისევ, არ გაჩერდება ახლა მთელი ღამე. რა მართლა არ გაჩერდება ეგ მთელი ღამე. თეკლა. გინდა დავნიზლავდეთ მე და შენ რო ეგ აღარ გაიცინებს. არ მინდა ვაშა. როგორ ახლა მე და გენიზლავები რამდენჯერაც გაიცინებს, იმდენ ასლარს მოგცემ და თუ არ გაიცინა, შენ 100 ლარი მომეცი. არ მინდა მეთქი ვაშა. ნუ მაშინ რამდენჯერაც გაიცინებს, მე მოგცემ იმდენ ასლარს და თუ არ გაიცინა, შენ არაფერი არ მომცე. ხო, კარგი ვაშა, როგორც გინდა ისე ქენ. როგორც მინდა, ხო? ძალიან კარგი, ესე იგი შევთანხმდით, მე და შენ დავნიზლავებით, რამდენჯერაც გაიცინებს იმდენი 100 ლარი, მე რო არ თქვა არაფერი. ვიზიანა, საერთოდ არ მისეკფული. რა არ უნდა მივცე ახლა წესიერად შე. შეხედე, როცა გინდა მაშინ კი არ გაიცინებს. რაიც იქნებ დღეს საერთოდ არ აპირებს გაცინებას. არა ვითომ? მე ვიცი რაც უნდა ვქნა. აი ხო გაიგე რომ გაიცინა გამომართო წავაგე 100 ლარი. მოაგდებ კარგი მერია იღე. ხო. ყავა აღარ გვაქვს? ყავა არა ხო? არა. გინდა დავნიზლავდეთ, თუ ყავა გვაქვს, მე მოგცემ 100 ლარს, თუ არა გვაქვს და შენ მომეცი. აი, აქ ყოფილა. წავაგე ვაშა, ხო და აიღე ეს შენი 100 ლარი. აი თეკლა, ახლა მე წავაგე 100 ლარი, აჰა შენ. აი თეკლა, კიდე წავაგე, აჰა შენ. აი თეკლა, კიდე წავაგე, აჰა შენ. კიდე მთელი ღამე რო არ გაჩერდეს, რა ვქნა მე? ჩუმად გაგიყვანა მინდორში ჩუმად დაგისხავ ღვინოსა ისეთ სიმღერებს გიმღერებ თვალსემლი მოედინო სალო გამარჯობა არაფერი. კი, კარგად ვარ, კი. ბოდიში გავჩუმდები. კარგი. ბოდიში. რა იყო? ეს კარაქერი პურები რო დაგიჭერი ჯარისკაცებად, რატომ არ შეჭამებოდა? სამი მოვკალი, ერთი დაჭმილი დავტოვე, რა გინდა? საჩუქარი მომიტანე, ბაბუ? არა, შვილი ვიყავ. არ მომიტანია შენთვის, ბაბუ, არ მომიტანია მე შენთვის მეუბნები და მომისმინე და გეტყვი რა. თეკლას უყიდე, საღამოსმა შეუტანა და ვაჩუქო. ხო გამოტყდია, თეკლა მაღაზე უარს გეტყვის და მომეცი მე. სვეტას გავახარებ. რა სვეტას გავახარებ, ბაბუ, მოისადე კაცო, საჩუქარი უყიდე ადამიანს. ვინ არის ეს? ის არის ჩემი მეგობარი, ზაური, გაური. ზაური? ზაური. ეს ზაური არის, მე რო პატარა ვიყავი, რომ მოდიოდა ხოლმე, რომ კეიფოდი და მოდი დალევდით ხოლმე და მე რომ დაიწყებდით ხოლმე. აბა პაატა, ეხლა გიტარაზე დაუკარი და გვიმღერე. აბა პაატა, ეხლა სალტო გააკეთე. აბა პაატა, ეხლა სკამზე დადექი და ბაბა. კარგი, ხო. გამარჯობა. აბა? ეს პატა. რამ ხელა გაზრდი? გავიზარდე. ბატონო. გადაიყვე. დამავიწყე. რა იყო? როგორ ხართ? პატა. რამ ხელა გაზრდი ხა? ხელა მახსოვხარ. გიტარაზე კიდე უკრა? გახსოვს გიტარაზე რომ გამღერებდი? ხო ამინების ქვეყანა. თანაც სალტოსაც ჭიმავდი, გახსოვს? არ მახსოვს არაფერი აღარ მახსოვს. არაფერი ბოდის გიხდი. მოდი მე ახლა დაგტოვებ, ჯობია დაგტოვებ და თქვენ იყავით აქ. ავა დაგტოვებ. რა უცებ გადის ეს დრო არა? მოდი. მოდი. აი ახლა მე
და მე რეკავენ და ფულს მომიტანებ. და ფულს ვინ მომიტანს იცი? იცი ვისთვის გჭირდება ეს ფული და ვინ თხოვა? ადა გააგეგარები. გარი ბაბუ. გარები გააგე. რა ვიცი, გითხარი დაგტოვებთ მეთქი და ეხლა ყოველ წუთს თუ დამიძახე რაღა დატოვები გამოვიდა. რა გიგა? ატა, მოუტანეს თუ იცი ფული კოტეს? მე რა ვიცი, აბა მოუტანა ეს მე რა ვიცი. უგა. მიხდი აქ რომ ვიყავი? გამარჯობა. მოიცა, მოდი. მომიტანე მიჯო ფული. არა, იცით, კოტე ბაბუ, როდის მომცეთ ფულს? ვიცი. ზორი, მომეცი ფული რომ მივცე. უგა, მომეცი ფული და მივცე, უგა. კოტე ბაბუ, მომეცი ფული რომ მივცე. ფული და მივცე. უგა, მომეცი ფული და მივცე. მოიცა, ერთი წუთი ბოდის გიხდით. ეხლა წეგან კი გითხარი დაგტოვებთ მეთქი, მაგრამ აქ ისეთი რაღაცა ხდება, რომ მოდი აღარ დაგტოვებ და აქ ვიქნები. აბა, წავიდა ეხლა. მომეცი, რომ მივცე. აბა, წავიდა. მიეცი ფული რომ მისცეს. მიეცი ფული, მივცეთ ხალხო ეხმადეთ ფული. რატო ვატყობთ? ღირს ფული რომ მისცეს. მიეცი რა უყოთ ეხლა ამ ფულს, ა? რა ვიცი, მე გითხარი კომპიუტერისთვის ბევრი დისკები ვიყიდოთ მეთქი და თუ არ მოგწონს ეს იდეა, მოიფიქრე. თეკლა, რატო არა იღე შენი მოგებული 1000 ლარი? იმ ადამიანმა ხო გაიწინა 10 ჯერ. ხო და 1000 ლარი მოიგე. 10 ჯერ კი არა, 11 ჯერ გაიცინა. 11 ჯერ არ ითვლება ის მე-11. ისე ომახიანად არ გაუცინია მე-11. სიცოცხლე. სიცოცხლე კი არა, 1000 ლარი უნდა გეთქვა. ხო. აი თეკლა, შენი მოგებული 1000 ლარი როგორ წავაგე რა ბედი, მაგრამ სიცინისის გოგო რა. კი რა ვაშარა, ეგ იყო არასერიოზული თამაში. ახლა რაღაც ნამდვილი თამაში რო იყოს, ყოფილიყო ავიღებდი კიდე, რა ვიცი. ახლა არასერიოზული რა, ბანკო? თუნდაც. ახრა, სად არა მაგ კარტი? ბიძია. ნახე შენ ადიშვილი ყავს. და. დაშ. ვა! შენ მოკლედ სულ გაჩუქებ იმ მობილურს რა, ისე კარგად იცევი. აი, თეკლა. ნახე, სულ ახალი კარტი ვიშოვე. მოდი ვითამაშოთ ახლა მე და შენ თამაში. გადავდო, ეს გადმოვიღო. აბა რა ვითამაშოთ? რა ვითამაშოთ და ბევრ კარტა. ბევრ კარტა? ხო, ბევრ კარტა. მოდი, ასე. ესე, უნდა. მეც მოთამაშეთ რა გიხვეწები. შენ არ იცი ბევრ კარტას რომ მარტო ორი ადამიანი თამაშობს? ხო. ხო და ეს ბევრ კარტა როგორ არის? ან პირველად მესმის არის. ძალიან ადვილია, ახლავე აგიხსნი. მიდი, აიხე. კარგი. ხო. ბევრ კარტა. ხო და ეხლა რა უნდა ვქნა? ავიღე ხელში კარტი. ეხლა? ხო. რა უნდა ქნა? რა გყავს? ორიანი გული და დამა აგური. აუ! რა? წავაგე. ხო, მაგრამ შენ რა გყავს? მე რა მყავს რა 2 ტუზია. აბა რა კარტი ეგ არის? ხო. მოგიგეს. მოდი, ახლა კი ნამდვილად მოგიგებ. აჰა. მოდი. ოპა. აბა რა გყავს? 10-იანი აგური და ვალეტი ჯვარი. ვა, აზი ხარ ბიძია. 1000-იანი ბიჭი მოვიდა. რა, მართლა? 1000 შაბედია ხრა. რა ბედია, კიდე წავაგე რა, ხო? აბა კიდე დაარიგე. აუ ბიძია მე მოვჭრი რა. შენ მოჭრი, აჰა, მოჭერი. აბა.
აბა, მოდი, ნახოთ ახლა ვინ მოიგებს. ჰოპა. ეს აირია ლაშა. კალენდარი ამომივიდა. რა, ეგ არის ყოვლის შემძლე კალენდარი. კიდე წავაგე რა, კიდე წავაგე. აჰა. ეს კალენდარი თუ ამოვიდო და ნამდვილად არ მეკონა. ყოვლის შემძლე. კი. ხო. აბა. რა ხელი აქვს ნიკას? ო. მოდი ეხლა. აბა. ესე იგი ეხლა ვარიგებთ და ვნახოთ ვინ მოიგებს. აჰა, ესე იგი დავარიგეთ, ხო? მომისმინე, შენ ეხლა კალენდარი ამოგივიდა, ხო? კი, ყოვლის შემძლე. ხო, ამ დროს იცი რა ხდება? 8 მაგდება, კი, თამაში 8 მაგდება და 800 ლარზე ვთამაშობთ ახლა ჩვენ. ხო, აბა მიდი და მოდი, ხო. წავაგე. რა? 2 რვიანი მყავს. მეც 2 რვიანი მყავს ლაშა. კარგი, თავიდან დაარიგე მითი. არა. ამ დროს ქალი იგებს. თუ ორივე ქალია. ამ დროს ქალი იგებს და ქალს აქვს უპირატესობა. ხო და თუ ორივე ქალია მეთქი. კიდე. არ შეიძლება ქალი რო იყოს. ამ თამაშს მარტო ქალი და კაცი თამაშობს. თვითონ სიტყვა გვეუბნება ბევრ კარტა. მოკლედ, ესე იგი, შენ მოიგი 1000 ლარი. ხო. არა ლაშა, 1000 არა, 1100. შენ ხო თქვი ის 8 მაგდებაო, ყოვლის შემძლე კალენდარიო. ხო და 100 ლარი და კიდე მოსაცემი. 100. მოდი კიდე ვითამაშოთ. მოდი. უცებ დავარიგოთ, უცებ მოჭერი. ასე, ხო. აბა მოდი, ნახოთ ეხლა ვინ მოიგებს. აი, მე მოვიგე, ესა რა ქვია, 2 გული მყავს, ხო? ხო. კი, მე მოვიგე 100 ლარი გაბათილ და 1000 ლარი შენი. აი, მე რო არ მომაჭრებინე, აი. ხო. კიდე დავარიგოთ, კიდე აბა. კიდე? ხო. აღარ მინდა მეტი. მეშინია და გარბი ხარ არა? მეშინია და გარბი ვარ. ისე ბევრ კარტაში მოგებული აღებს კარს. ეგ მინუსი აქვს მაგას კი. მოდი გუგა, მოდი. გინდა ბევრ კარტა ვითამაშოთ. რაო? მოდი, შემოდი. აჰა. მიდი გუგა, ჩადი. ორივე ჩადი, მიდი. შენ ჩამოდი? აჰა. წაგე, მოიგე. აუ, რა მაგარი თამაშია ეს ბევრ კარტა, აბა. რა შევით ეკლა? წავაგე. ხო, კარტი არ მოვდის საერთოდ და. ზენერეცა. ხო, მე მივხვდი ლაშა. ბევრ კარტაში მხოლოდ ახალბე და მოთამაშეებს უმართლებთ. აუ, 1000 ლარი რა მაგარია. ვაიმე. მომკლავს მამაშენი რა. რა მამაჩემი? მე გავედი. ლაშა, მითხარი რას ნიშნავს მომკლავს მამაჩემი? რა? ხო, არა, რას ნიშნავს? ტორონჯაძე ხო ვარ მე? ხო და ან მომკლავს მამაშენი ტორონჯაძე რო ვარ. ოი, გამომეკიდება ხრო, ოი, ტორონჯაძე, და ერთხელ ხო გამომეკიდა და გადაურჩა. მაგ დროს კარგია. გასაგებია ყველაფერი, გასაგებია ლაშა. ხო, ვიცი, ის მამაჩემის მოცემული ფულით მომაგებინე, ხო? გასაგებია. და ეხლა კარტი მოგდიოდა და მე რამაც მოგაგებინე. აი, აიღება მაშენის ფული. არა გუგა, არა, ეს შენი ფულია, წადი და ბინისკირა გადაიხადე. არა, რას ამბობ? არა, მე გეუბნები, წადი და გადაიხადე. ხოცები აიღე. არა, გუგა, გადაიხადე ბინისკირა. აი, როცა მექნება, აუცილებლად დაგიბრუნებ რა, დიდი მადლობა. კარგი. ხო, არაფერსაც არ დამიბრუნებ. ხო, აჰა. 1000-იანი ბიჭი არა? როგორ ვერ მივხვდი რა. რა ვიცი, ეს 1000-იანი ბიჭი კარგად მოვიფიქრე, მე მომეწონა. უმადგაგიყვან მინდორში. უმადაგისხა. ლაშა. თეკლა სახშია? სახშია, ხო. აი, საჩუქარი უყიდე და ეხლა შენ მითხარი რა ფორმით მივართვა?
რა ფორმით მიართვა? ო, რა ფორმით მიართვი და ცაფეხზე ჩაი მუხლე და ასე და აბყარიეს და თვალებში უყურე. იცადე ხა ხუმრობის დრო მე სერიოზულად გეკითხები ხა საჩუქარი. აბა რა ფორმით უნდა მიართვი რა. ეს შენ ძვირფასო თეკლა. მოიცა ეს რაღაცა. სუნამო საჩუქარი. აჰა. გასაგებია, ესევე კი მამაჩემმა შენთანაც მოაღწია. მომეცი აქ. მე მომეცი მოაღწია. ხდება რაჭის ამას. მოეწონა, გარედანში წავედი მე. მოიცა თეკლა ერთი წუთი სად მიდიხარ რა ხდება გამოგდი. სად მიდივარ და მამაჩემს უნდა მივუტანო უკან ეს. შენც ჩაები არა მამაჩემის თამაში. რა მამაშენის თამაში? ბრალი არ მიდევს ამაში. რა ვიცი ეს ისე ექსპრომტად ლექსებს ხო თხზაო ხოლმე მე რა ვიცი რა დავაშვა. ბატონო ზაუ გაცრავთ რომ დაგიგვიანეთ აგერ თქვენი ქირის ფული. ვა რა კარგი ბიჭი ხარ მოიტანე რა. ბატონო გოტე. აი შენი ვალი. და დიდი ბოდიში რომ ამდენ დაგაგვიანე ეს რა. ეგ არაფერი ბაბუ შენი ფული რომ თხოვე. ვა რა მაგარია წავალ ჩავიწერ. ეზო გოდე რა ხდება ეს რა? რაც ხდება ის ხდება.